რატომ ხართ ამ თანამდებობაზე? საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს რომელიმე ჩვენი პარტიის ლიდერთან, იგივე კახი კალაძესთან, ან რომელიმე ლიდერთან ნათესაური კავშირი მქონდა ან რაღაცა. და რამდენად პოლიტიკურად აქტიური ადამიანი იყავით? ყველა ღიად ვიძახი ამას და სრული პასუხისმგებლობით ვიძახი ამას. მე ვიცი, რომ ჩვენ ძიმე სენთან მქონდა შეხება, რომელიც დაამარცხა. 9 აპრილის ინციდენტზე მინდა კითხო. თუ აი როგორ გითხრათ? არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ემოციურად რთული იქნებოდა. როგორი გრძნობა იყო? მივხვდი რომ უკვე რაღაცა ფსიქოლოგიური მარყუჟების ქვეშ ვარ მოყოლილი და მართავენ, მივხვდით? თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ იქ რეებს კადრულობდნენ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი კვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია კოტე ზარნაძე. გამარჯობა. კოტე გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში წარმატებებს გისურვებთ ამ ახალ წამოწყებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ რეიტინგს გააკეთებთ, როგორც სხვა გადაცემებში აკეთებთ. ჩვენ ვადევნებთ თქვენ სხვა გადაცემებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა თქვენი პროექტი, რაც აქამდე გაიგეთებია. დიდი მადლობა. გადავიდეთ კითხვებზე. დიახ, გადავიდეთ. გლდანზე როცა ხუმრობენ, თბილისის ცენტრიდან შორს არის. თქვენ აუცილებლად ეუბნებით სამაგიეროდ. რა არის ეს სამაგიეროდ? გლდანზე შეიძლება ადრე ხუმრობდნენ, რომ თბილისის ცენტრიდან შორს არის და ძალიან განსხვავდებოდა თავისი განვითარებით, მაგრამ ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ბოლო პერიოდში გლდანის განვითარება არ ჩამოუვარდება არც ერთ უბანს. დღეს თუ გლდანში ადამიანი გამოვა, ნამდვილად შეამჩნევს იმ წინსვლას და იმ ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ბოლო წლებში ერთად, რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან ერთად ჩვენ მივახციეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ისე არ იქნება, როგორც ჩემ ბავშვობაში იყო. ჩემ ბავშვობაში მართლა ასე იყო, მე მთაწმინდაზე ვსწავლობდი და გლდანს ყოველთვის აგდებულად, არა მარტო გლდანს, არამედ ყველა გარეუბანს, დედაქალაქის ყველა გარეუბანს ძალიან ისე უყურებდნენ და ეს იყო მაშინდელი ხელისუფლებების დამსახურება და ბრალი პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაცა თავკომბალასავით ჰქონდათ წარმოდგენილი დედაქალაქი და მხოლოდ ცენტრალურ უბნებში და მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე კეთდებოდა კარგი საქმეები და ეხლა კახი კალაძის პირობებში ეს პრინციპულად შეიცვალა. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირებაც და ეს დაპირება რომ პირნათლად სრულდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქალაქში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი ძალიან კარგად ხედავს. სხვებთან შედარებით ახალგაზრდა ასაკში ესეთი თანამდებობა გაქვთ. რატომ ხართ ამ თანამდებობაზე? ცოტა რთული სათქმელია საკუთარ თავზე, რატო ვარ ამ თანამდებობაზე. პირველ რიგში არ ვიცი, ალბათ გლდანში რომ დავიბადე, რომ გავიზარდე, შემდეგ მერიაში მუშაობდი გლდანის გამგეობაში და ყოველთვის ვცდილობდი, რომ რაღაცა კარგი გამეკეთებინა ამ რაიონისთვის, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად და ეს შეამჩნიეს ჩვენი პარტიის ლიდერებმა, როგორც შემდეგ გავიგეთ ყველამ და დამასახელეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად. ეს რა თქმა უნდა იყო უდიდესი გამოწვევა. დღემდე არა, მაგრამ პირველ პერიოდებში ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს რომელიმე ჩვენი პარტიის ლიდერთან, იგივე კახი კალაძესთან, ან რომელიმე ლიდერთან ნათესაური კავშირი მქონდა ან რაღაცა და აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანიც კი არ მყავდა ისეთი, ვინც მათ იცნობდა, ესე ვთქვათ და ამიტომ ეს ბუნებრივად განვითარდა ეს პროცესი. თავიდან არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო და ვუყურებდი როგორც ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს პერიოდი არის ყველაზე საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის დამამახსოვრდება ის პირველი ნაბიჯები, რომელიც კახი კალაძესთან ერთად გადავდგი გლდანის რაიონში ხალხთან მუშაობაში და იმდენი რამ ვისწავლე, იმდენი რამით განვითარდი და იმდენად ეხლა ჩემ თავს რო უყურებ დღეს და რო უყურებ 3 წლის წინ როგორი ვიყავი, მე ნამდვილად მაშინდელ კოტე ზარნაძეს მადლობას ვეუბნები, რომ ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ეს პროდუქტი შეგვექმნა, პროდუქტს გულისხმობ იმ სივრცეებს და იმ ტერიტორიებს, რაც გავაკეთეთ და ნამდვილად მადლობას ვუხდი იმ თავგანწირული შრომისთვის ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად ამ პროცესებს მოყვებოდა და მოყვება დღემდე. სანამ პოლიტიკაში მოხვიდოდით, ფეხბურთელი იყავით. დიახ. და რამდენად პოლიტიკურად აქტიური ადამიანი იყავით? ან ჩახედული თუ იყავით პოლიტიკურ საკითხებში? იცით რა არის? საინტერესო კითხვაა ძალიან. აი ყოველთვის ხა ჩემი მეგობრები რო იხსენებდნენ, რაღაცას ვთამაშობდით, ხო, ბავშვები. ყოველთვის ჰქონდა ამ პოლიტიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი. ჩემმა მეუღლემ იმ დღეს რაღაცა ფურცელი ამოიღო ბავშვობაში. მე და ჩემი მეუღლე ძალიან პატარობიდან
ერთად მოვდივართ და მას შეყვარებულობიც არ ვიყავით და თამაშობდით რაღაცა პრეზიდენტობანას თუ რაღაცა ასე შემდეგ და იქ მქონდა რა ჩემი როლი, რომელსაც საკმაოდ ისე ვცდილობდი რომ არტისტულად შემესრულებინა, ამიტომ მქონდა, ნამდვილად მქონდა, როცა ფეხბურთში ვიყავი და ფეხბურთს თამაშობდი, ყოველთვის ვინტერესდებოდი პოლიტიკით. პირველად ჩემზე რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო სანამ ლატვიაში წავიდოდი სათამაშოდ, ლუცხვეთში ვთამაშობდი. მანამდე მომიწია თამაში ზუგდიდის ბაიაში, 6 თვით. მაშინ ზუგდიდის ბაიას უცნელი იყო გოჩა ტყებუჩავა, სიჭინავა იყო, ზვიაჩი წინავა იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარალელურად იყო ზუგდიდის ბაიას ხელმძღვანელი. და იქ მახსოვს, როცა ის პოლიტიკასთან პირველი შეხება მქონდა და პირველად მივხვდი რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა, ერთ დღეს წარმოგიდგენთ უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები, რომლებიც ვარჯიშობდით ჩვენთვის სტადიონზე თავისუფალ დროს, შემოვარდა დარაჯი. საფეხბურთო ეს ცენტრის დარაჯი და გითხარ რომ ეხა დროზე ყველანი ოთახებში გაიქეცით. ხო და მეთქი რა ხდება, ახალჩასული ვიყავი ზუგდიდში და ის ყველა წავიდა გადავნაწილეთ ოთახებში, არ იყო ოფიციალური ვარჯიში, დამატებით ვარჯიშს რო ვეძახით ესე ვარჯიშობდით და მეთქი რა ხდება და აღმოჩნდა რომ მეგის ქარდავას მოუნდა საფეხბურთო სტადიონზე გალაღება თავის დაცვის წევრებთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში და იქ მივხვდი რომ ის დარაჯი იმდენად ძალიან კარგი ადამიანი იყო. და იმდენად იყო შეშინებული რომ ვინმე რომელიმე ფეხბურთელი ამკას თვალში ცუდად არ მოხვედროდა რომ წარმოგიდგენიათ უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი რომელიც სავარჯიშოდ ვიყავით გასულები კეტავდნენ ოთახებში რომ სანამ ეს პიროვნება არ დაასრულებდა თავისი გულის გახარებას იქამდე არ გამოსულიყავით და მაშინ ვიგზენით მაშინ ვიკითხე მე ჩემ გუნდელებთან ვინც იყვნენ და ყველა მითხრა რომ აქ ესეთი წესრიგია ამ ქალაქში და თუ გინდა პროტესტი არ ქონდათ ამ ფეხბურთელებს რაღაც შინაგანი როგორ იყო იცით მაშინ არ ვიყავით დიდი ასაკის, რა თქმა უნდა პროტესტი ქონდა ყველას, მაგრამ ამ პროტესტს გამოხატვის უნარი, ესე ღიად ძალიან რთული იყო. მე მაგალითად მაშინ ვიყავი 2009-10 წლები იყო, ხო, სადღაც ვიყავი 15-16 წლის. რა თქმა უნდა პროტესტი არსებობდა და იმ წუთასვე მაგი გითხარით თავიდან რომ ეს პირველი შეხება პოლიტიკასთან და პოლიტიკოსთან ესეთი თქვენ შემთხვევაში კი ან მე გეკითხები თვითონ გუნდზე, იმიტომ რომ მე 9 წლის ვიყავი, 8 წლის ვიყავი, კარგად არ მახსოვს ეგ პერიოდი. მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ რომ ოთახში კეტავენ ვარჯიშის დროს რაღაც ცოტა იცით რა არის, იმდენად ცოტა პერიოდი გავატარე, ქალაქში არ გავდიოდი საერთოდ, სულ ბაზაზე ვიყავი და მესმოდა ეს ისტორიები, რაც მე ყველამ გაიგო, როდესაც ბიზინა ივანიშვილი ქართულ ოცნებასთან ერთად მოდიოდა პოლიტიკაში და ეს კასრების თემა რო გასკდა უკვე და საბოლოო და ხალხს გული მისდიოდა კინოთეატრებში ესაც უყურეთო, ეს ისტორიები არსებობდა ლეგენდების დონეზე, მაგრამ აღმოჩნდა ეს ლეგენდები იყო რეალური. და ის რო ხალხს პროტესტი ქონდა, ეს რა თქმა უნდა გამოჩნდა 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე. კი ბატონო. ეს პროტესტი დღემდე მოყვება ჩვენ და ეს პროტესტი კიდევ დიდი ხანს გაყვება ხალხს, სადაც ესეთი ადამიანები კიდევ ცდილობენ პოლიტიკაში შემოსვლას, როგორი ადამიანებიც მაშინ მართავდნენ ჩვენს სამშობლოს და პროტესტი არსებობდა, მაგრამ ზოგი ადაპტირებული იყო ამ პროტესტთან. ზოგს ხმის ამოღება შეგუებული იყო ხალხი, იმიტომ რომ ძალას ვერ ხედავდა ვერავინ, რომ ეხა ხმარო ამოვიღო, იმის ძალა არ არსებობდა, რომ ეს ყველაფერი გადატეხილი იყო, სანამ ბიზინა ივანიშვილი არ გამოჩნდა თავის გუნდთან ერთად და შემდეგ რა თქმა უნდა, როგორ განვითარდა მოვლენები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყველამ კარგად ვიცით და იმედია კი რა დარწმუნებულები ვართ, რომ ისევე მშვიდობიანად და სტაბილურად გააგრძელებს ჩვენი სამშობლო განვითარებას და წინსვლას, როგორც აქამდე მოვედით, ნაბიჯ და ძალიან ბევრი მტერის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე მაინტერესებს თქვენი აზრით ქართული ოცნება როგორ იგებს ყველა არჩევნებს, ოღონდ ეს რო ახსნათ პოლიტიკური სიტყვების გარეშე. როგორ იგებს არჩევნებს და მე მაგალითად და ჩემ კოლეგების მაგალითზე შემიძლიათ გითხრათ. არასდროს არ გვითამაშია მოსახლეობასთან მაღალფარდოვანი სიტყვებით, აი რომ გამოდიან და ხო იცი რაღაცა ტრაფარეტურს ოლიმპოს მთაზე რო წამოჯდარიზეს. რა გამახიზიანებელია გამორჩეულის ხრიდან. შენ არ გისმის ჩემი რა, მე სადღაც სხვაგან ვარ და შენ სადღაც დაბლა ხარ და იქ შენ მე ვერ მომწდები. აი ეს დამოკიდებულება არსებობდა ყოველთვის. მე როცა პატარა ვიყავი, ვერც კი წარმომედგინა, ეხლა ჩემ უბანში მე დეპუტატი მოსული არ მახსოვს მაგალითად. ცოცხალი დეპუტატი ნანახი არ მყავდა. როგორი იყო? ვიცოდით რომ სადღაც კაბინეტში იყო და ისე კი არ მივდიოდით და ეხლა რომ მოდიან მოქალაქეები, ხანდახან გვეჩხუბებიან რაღაცაზე. ხო, მოდიან და გვეჩხუბებიან და ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. ხო, ვინ გაუბედავდა მაშინ რომ დეპუტატთან მისულიყო კაბინეტში და რაღაცაზე პასუხი მოეთხოვა, რაღაცაზე ეჩხუბა.
ეს ხო გამორიცხული იყო. ამას ვერც კი წარმოიდგენდა, ვერავინ ეგ კი არა, ქუჩაში რო იდგნენ, ნეტა არავინ დამინახოს ხალხი მაგას ფიქრობდა, თვით თვალით არ შემოხედოს. ამიტომ ეს ურთიერთობა დაინახა მოსახლეობამ პირველ რიგში. ეს გულწრფელი დამოკიდებულება დაინახა. რაღაცას თუ ვერ უკეთებ, ვეუნებით რომ ეხა ვერ ვაკეთებთ, ხო? მართლა სასწავლმოქმედები ხო არ ვართ. რაღაც, მაგრამ აი ეს რო ვარსაც ეუბნები, იცის თავის ტოლს და სწორად გთვლის, აი ეს ურთიერთობა გვაძლევს ჩვენ მოსახლეობასთან იმის საფუძველს, რომ მომავალი არჩევნების ჩვენ არ გვეშინია. არც ერთი არჩევნების არ გვეშინია, მიუხედავად იმისა, როგორ სურათს ხატავს წინასაარჩევნო ოპოზიციური პარტიის ტელევიზია. სოციალურ ქსელში, არა მარტო ტელევიზიები, ჩანს, რომ ოპოზიცია რაღაც ისეთ სურათს ხატავს, რომ აი ამ არჩევნებზე ქართული ოცნება დამარცხდება, მაგრამ მე რამდენი წელია უკვე საპირისპირო ხდება, მაგრამ ამას ახერხებენ, რომ სოციალური ქსელი. იცით რა არის? ეს ყველაფერი სოციალური ქსელები, ეხა აღარაფერი აღარ აქვს. ეს სოციალური ქსელები, ეს ტელევიზიები რაც ქონდათ, ხო ეს ყველაფერი იყო დიდი ფულის შედეგი. ეს ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ ესე ვიღაცის ნიჭზე დამოკიდებული არაფერი არ ყოფილა რა. იმ დღეს ერთ-ერთ ადამიანს უსმენდი, არ მინდა დავასახელო და ესეთი რამე თქვა, რომ აი ჟურნალისტებიო გვანანო ფილმში რომ მსახიობი თავის როლის დასამტკიცებად ყველაფერს აკეთებს რა, რომ აი იმან არ მაჯობოს და მე უფრო მაგარი როლი ვითამაშო, აი ესეთ როლებს თამაშობენ ჟურნალისტები დღეს ტელევიზიებში. ანუ ის კი არ გადმოცემს, ხო ვიღაცა თუ ერთი ჟურნალისტი სახელების და გვარების დასახელებისგან თავში შევიყავ, მაგრამ ყველა მიხვდება. ვიღაცას მიკროფონით მივარდება, პატკაც გაუკეთებს. ბოდიში ამ ფილმისთვის და რაღაცა გადაახტება თავზე, ეს რომ მეორემ დაინახოს, შეიძლება ის გააკეთოს, რა ქვია, თავით შეუვარდეს ფეხებში რა. ანუ ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელი უფრო კარგი როლის შემსრულებელი იქნება. ესენი არიან უფრო მეტად მსახიობები და სასწაულის ამსახიობო ნიჭი აქვთ, მინდა ვთქვა, ვიდრე ჟურნალისტები. ჟურნალისტი რა არის? გადმოეცი ის, რასაც ხედავ, ხო? და ესენი არიან გადმოცემენ იმას, რაც უნდათ. და რაც უფრო მზაბსიუჟეტიანია ფილმი და რაც უფრო რაღაცა სისხლი იქნება ბევრი და რაღაცა ესეთ ნომინაციებში ეჯიბრებიან ერთმანეთს. კი იყო რაღაც პერიოდი, გეთანხმებით, რომ მოსახლეობა ყავდათ, ესე ვთქვათ, დაბმული. ხო, აი, ფსიქოლოგიური მომენტიც არის რა, ის სულ ნეგატივით რომ მიდის კვება და ერთ პერიოდი მეც ესე ვიყავი რა. როდესაც ვიღვიძებდი დილას, ვთავდი მათ ტელევიზიებს, იმიტომ რომ მე როგორც პოლიტიკოსი პასუხისმგებელი ვიყავი, რომ რაღაცა კითხვა რა ქონდა ჟურნალისტს, მეპასუხა რა თქმა უნდა, ხო? ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი რომ მათი დღის წესრიგი გამეგო, რას ფიქრობენ, რაზე აკეთებენ სიუჟეტს და მე მივხვდი ერთი თვის მე თვენახევრის მე რომ სულ ცუდ ხასიათზე ვარ რა. შეიძლება ჩემი ბავშვისთვის მეჩხუბა ისე რომ რაღაც მიზეზი არ მქონოდა და მივხვდი რომ უკვე რაღაცა ფსიქოლოგიური მარყუჟების ქვეშ ვარ მოყოლილი და მართავენ, მიხვდით? და ჩემი ერთი მეგობარი მეუბნებოდა ესეთ რაღაცას რომ ბიჭო მეც დამემართავ ეგეთი რაღაცა და ცუდ ხასიათზე ვიყავიო სულ რა. და მე რო ფიქრობდიო რომ რატო ვარო ცუდ ხასიათზეო, შვილი კარგად მყავს, მეუღლე კარგად ყავს, ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს, ანუ პიროვნულადაც ძალიან და ვერ მივხვდიო რა, ვერ ამოხსენი რატო ვიყავი ცუდ ხასიათზეო და მე მივხვდიო რომ მაგათ ტელევიზიებს და მაგათ სოციალურ ქსელებს ვეჯექიო დილიდან საღამომდე, რაღაც ნარკოტიკივით გახადეს. ეს უკან დავიტოვეთ და ადამიანებმა დაიწყეს რეალობის თვალებში შეხედვა. ეს ეთყობა ქუჩაში აქციების პროცესსაც, ხედავთ რა ხდება, ხო ეხა აღარც მინდა იმის გახსენება როგორი ადამიანები მართავენ იმ აქციებს და ამაზე მე ვისაუბროთ, მაგრამ ქუჩაში აქციებსაც ეთყობა, რომ ის რაღაცა ჯანსაღი საზოგადოება, რომელიც რაღაცა ნაწილი იყო ესეთი თავიდან, იმიტომ რომ ემოციებზე ითამაშეს ქართველი ხალხის. და მე პროცესები რო გაგრძელდა უკვე აი 10 დღის მერე ხალხი მიხვდა, რომ მართული ადამიანები არიან. და ბევრმა მე დამირეკა ჩემი ახლობლების რამდენიმე რო თავიდან გავიდა, არაფერი არ მithქვამს, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ უნდა მიხვდეს და თვითონ რომ მიხვდება უფრო მყარი და უფრო ესე ვთქვათ მტკიცია ის და დამირეკა და მითხრა რომ აი მართალი ყოფილხარ რაღაცა ესე მეგონა და თურმე ესე არ ყოფილა და ამ რეალობას ქმნიან არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ქმნიან ალტერნატიულ რეალობას, რა ვიცი, ამერიკაში მიმდინარე მოვლენებზე ქმნიან ალტერნატიულ რეალობას. აგერ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ კიდე იმას რა ქვია, სირიის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი რო ყავთ პრეზიდენტად. იმას მიმართეს თხოვნით რომ იქნება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღარ აღიაროს. რაღაცა სიგიჟეებს აკეთებენ რა. როგორ შეიძლება ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თხოვო რაღაცის გაკეთება შენს ქვეყანაში? მაგრამ ალტერნატიულ რეალობას ქმნიან და ესე ამართლებენ ამ საქციელსო თითქოს ჩემი ქვეყნისთვის თუ დაჭირდათ რაღაცა და ხო ხდებით ანუ. კი, მე ყოველთვის მომწონს, როდესაც განსხვავებული აზრია და განსხვავებული აზრი და მიზანმიმართული პროპაგანდა არის ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან. 9 აპრილის ინციდენტზე მინდა კითხო.
ტელეეკრანებზე ვნახე მე რაც მოხდა და დარწმუნებული ვარ რა გრძნობაც მე და მე უფლა ქვეყნის უმრავლესობასაც იგივე გრძნობა ექნებოდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველა ქართველ ადამიანს აქვს უფლება მივიდეს და მიაგოს პატივი ჩვენს გმირებს. კი ბატონო. შენ როგორი ემოციურად რთული იქნებოდა? როგორი გრძნობა იყო? გეტყვით. მოკლედ მე მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც ყავს ნათესავი გარდაცვლილი მოკლედ ამ დღეს და მოკლული, პირდაპირ ვიტყვი და არ მოვერიდები ამ სიტყვას. და მასთან ერთად 2018 წლის შემდეგ დავდივართ ყოველთვის. ჩვენს მეგობრებთან ერთად. თუმცა მივდივართ ყოველთვის ღამე. 12 საათი რო ხდებოდა, მივდიოდით სანთელს ვანთებდით და რაღაცა ტრადიციად ჩამოგვეყალიბდა და იმ დღესაც ვიყავით ჩვენს ორ მეგობართან ერთად. არანაირი ხა მან პროვოკაციის დაგეგმა თუმეტეს ორკასთან ერთად ვიყავი ამდენ ადამიანში მისული ხო ნუ ეს უკვე ღიად გამოჩნდა და სახეზეც მეწერა რომ აბსოლუტურად რეალურად იყო ის შეგრძნებები რა შეგრძნებები მქონდა და თავი რაღაცა შოკი მივიღე თავიდან და მართლა არ ველოდებოდი და ჩვეულებრივი ღამე რომ ნახე რაღაც აქციები იყო ვერც კი წარმოვიდგინე ხა დილის 9 საათზე მივედი დილის 9 საათზე უთხრა ჩემი ღამე არ მგონია დილას მივიდეთ მე კაი მივიდეთ და ავდექით ვიყიდე ყვავილები ჯავდე მანქანაში და წავედით 9 აპრილის მემორიალთან და რომ გავაჩერეთ გადაკეტილი იყო გზა და ვიფიქრე რომ გადაკეტილი იყო ქაშვეთ აი უკვე პარლამენტთან და ძალიან ცოტა 100 ადამიანი იყო ან მაქსიმუმ 150 სულ რომ დავამატოთ იმ დილას მივედით მანქანა რომ გავაჩერე ვიფიქრე რომ მემორიალზე რო ხალხი მიდის ამიტომ გზა გადაკეტილი მე გზა ის პატარა მონაკვეთი იყო ჩაკეტილი არც მიფიქრია რომ ეხა ის და რო შევდივართ უკვე აქ ხალხის მასაში რო შევდივართ გავიგე ერთი შეძახილი და მე რომ მივხვდი ეხა რა სიტუაცია იყო და ერთადერთი ჩემ თავს რასაც ვთხოვდი იმიტომ რომ ძალიან რთულია თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ იქ რეებს კადრულობდნენ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ქმედებები არ ვიცი ეხა ხანდახან რომ უყურებდი ამ აქციების პერიოდს და ეხა წარმომიდგენია რისი ატანა უწევს იქ დგა პოლიციას ფეხების რტყმა იმაში წვივებში არ ვიცი ხელს შემოყოფდა ვიღაცა ესე მიჩმეტდა აქედან მოდიოდნენ აქ ყურთან განუწყვეტელი გინება ჩუმად რომელსაც ტელევიზიის ისინი არ იჭერს ხო და იქ კიდე ძალიან ბევრ სიბინძურეს აკეთებს არც ითქმის და არც ვიტყვი მაგას ისევ საკუთარ თავს და ჩვენ თავს რო უცემ პატივს მაგის გამო არ ვიტყვი თორემ მათთამი არანაირი პატივისცემა არ გამაჩნია რა თქმა უნდა და ღმერთის წყალობით მართლა ღმერთის წყალობით მშვიდობით დამთავრდა ჩვენი იქიდან გამოსვლა იმიტომ რომ მაქსიმალურად შევიკავეთ თავი რომ აბსოლუტურად ყველა პროვოკაციაზე გვეპასუხა სიმშვიდით და გვეპასუხა სიმართლით რომელიც სიმართლე ჩვენს მხარეს არის რო შევედით ან თავარი რა იყო რა რო შევედი მიყვიროდნენ რაღაცა უაზროდ ვიღაცა გოგონა იყო ეს თან ყვიროდა რომ გოგოები წინ ჩააყენეთო ბიჭები გვერდზეო რა ეთქობა ეს ტაქტიკა აქვს ესეთი რომ გვერდიდან რომ ვიღაცა ჩამარტყავს ინსტინქტურად რომელსაც ვეღარ ფიქრობ ადამიანი შეიძლება რომელიმე გოგონას შევაწყობა მიაყენო და მე აი გოგოს ხელი დაარტყა და ხო იცით ეხა რა ამბავი ატყდება და როგორც მე ამ თემას აგორებენ და როგორ იმას აკეთებენ და აი ესე რომ გავიგე რომ გოგოები წინ და ბიჭები გვერდზეო ვიღაცამ რომ დაიო მეგრევე მივხვდი რომ და იქვე ჩანს ვიდეოში რომ ხელები ავწიე ესე რა და მეთქი ვიღაცამ რომ დაარტყას ამ გოგოს მე არა ვარ და აი როგორ გითხრათ არ ვიცი მართლა არ ვიცი როგორ შეიძლება ამ დღეს ეს დღე აქციო ცირკად ამ ადამიანებმა შეძლეს რომ ეს დღე ექციათ ცირკად და მართლა ძალიან დიდი მადლობა მინდა როგორც მოქალაქემ გადაუხადო მთავრობის წევრებს რომლებმაც შეცვალეს ესე თქვა პატივის მიგების ადგილი და სამებაში პარაკლისი გადაიხადა მეუფეშიომ და იქ აი ამ პროვოკაციაზე არავინ არ წამოვეგეთ და არავინ არ მიცა მათ ესე თქვა პოლიტიკური ქულა და ეს ხო პოლიტიკური ქულის ნაწილი იყო იქ მათ არანაირი ის არ ამოძრავებდათ თანაგზნობა არ ამოძრავებდათ ეს ის ხალხი არიან რომლებიც გვახსოვს მაშინ 9 აპრილის მემორიალზე როცა ეკვავდნენ და აღარ მინდა ეხა იმაში შევიდეს ჩემი საქმე არ არის მათი პიროვნების აღრიცხველია და ეს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის იქ არც ჩემთვის შემოუყენე ეგენი მე შევწყოს ვერასდროს რომ მომაყენებენ ვერასდროს და ვერცე ჩვენი გუნდის წევრს ვერ მოაყენებენ შეურაცხყოფას ეგენი თავისი ლანძღვით თავისი გინებით თავისი უტაქტოს აქციელით საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას და მათ სოციმედიაშიც რო შევდიოდი და ვამოწმებდი შემდეგ ამ კომენტარებს და იმას 90% ის ხალხი ვინც მათ ტელევიზიებში წერს 90% ნეგატიურად იყო განწყობილი იმიტომ რომ
უკვე როგორი პროცესი დავინახე, იცი? გულწრფელად გეტყვით, რომ აი ეს ხალხის რაღაცა მარგინალური მასა, რომლებიც არიან აგრესიისკენ მომართულები პირდაპირ ამ სხვის მნიშვნელობით და ვინც პირველივე დღეებიდან აიღო პოლიტიკური პროცესების მართვა რუსთაველზე, პირველივე დღე რა იყო, ხო გახსოვთ? ის რო აიღო რაღაცა რომ გადავა, ან როგორი ფეირვერკი გააკეთა, ეგეთ ფეირვერკი ცხოვრებაში არ მინახავს. ფილმებში ხო? ხო, ფილმებში მინახავს და აი ესეთი ჯგუფები და გონია რომ ოპოზიციის ლიდერებს, ეხლა ისეთ რაღაცას ვიტყვი შეიძლება დარწმუნებული ვარ, რომ არავის არ უფიქრია, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებსაც კი ეშინიათ მათი უკვე. იმდენად საშიში ადამიანები არიან, იმდენად გამოსულები არიან კონტროლიდან, იმდენად საზღვრები აღარ გააჩნიათ, რომ ოპოზიციის ლიდერებს რატო ეშინიათ ეგ რო გამომარტოთ თუ შეგიძლია? ანუ ეს ისინი ხო ეხლა ისედაც შეშრები არიან. ერთმანეთს ეშინიათ, ერთმანეთს ხოცავენ, მაგრამ ამათიც ეშინიათ უკვე. და ეხლა სოციმედიაში ხო უყურებ, რომ ერთმანეთს ლანძღავენ, უკვე ეს შიგნით დაიწყო უკვე განხეთქილება და შიგნით უკვე ატყდა ეს პროცესი უკვე უმართავია. ვეღარ მართავენ ისინი. ხო ეგ უნდათ რომ ეხლა აი ამ ხალხის მასას ჩვენ ავიყვანთ და უკვე იმდენად უმართავია და იმდენად დაძაბულობა და არეულობა აქვს შიგნით, რომ თქვენს რომ ეხლა ჩვენო რა ქვია, აღარ გამოვალთო არჩევნებზე. და თქვენ რომ ვიცოდეთ ამის პარალელურად ევროსაბჭოში იყო ჩვენი დელეგაცია ჩასული საკრებულოდან თვითმმართველობის ფორუმზე და იქ რეკომენდაცია, ну მაგათ არანაირი დავალების უფლება არ აქვს. რეკომენდაცია მოგცეს ოფიციალური რეკომენდაცია წერილით, რომ გადადეთო თვითმმართველობის არჩევნებიო წელს. ну აქ ხო უკვე ხედავენ რომ ესენი აღარაფრად აღარ ვარგა არც ერთი, პოლიტიკურად არის განულებული და გაკოტრებული და ევროპის საბჭო გაძლევს რეკომენდაციას რომ გადადო თვითმმართველობის არჩევნები. რისი გადატანა არ შეუძლია ადამიანს? ადამიანს ყველაფრის გადატანა შეუძლია თუ მოინდომებს და თუ რწმენა ექნება აბსოლუტურად. მე ვიცი რომ შენ ძიმე სენთან კონდა შეხება, რომელიც დაამარცხე. კი ბატონო, იყო ჩემს ცხოვრებაში ესეთი პერიოდი 2016 წელს და ამ პერიოდს მხოლოდ იმიტომ გავიხსენებ და იმიტომ ვიხსენებ, როცა მეკითხებიან, ხშირად არა რა თქმა უნდა, მაგრამ როცა მეკითხებიან, რომ მოგეთ მაყურებლისთვის ვიტყვი, ვინც არ იცის, რომ ლეიკემია მქონდა და არც ერთი წამით არ დამიკარგავს იმედი, რომ რამე შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო. ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრების ეტაპი, რომელსაც თუ გადალახავ და უმეტესობა ლახავს, ვინც აი ამ ტვინით, ესე თქვა, მომართული ტვინით უდგება და რწმენას არ კარგავს, უფრო 100ჯერ და 1000ჯერ ძლიერი გამოდიხარ ამ პროცესიდან, როგორც ნებისმიერი რთული პროცესიდან ცხოვრებაში და მე ამ ჩემ ცხოვრების ნაწილს ვიხსენებ, იმიტომ რომ იმ ადამიანებს, ვინც ახლა საავადმყოფოებში არიან და სამწუხაროდ არიან საავადმყოფოებში და ებრძვიან არა მარტო ამ, არამედ სხვა სენს, რომელიც ძალიან ადამიანური და ძალიან ბუნებრივია ჩვენს ცხოვრებაში. სამწუხაროდ მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ არ დაკარგონ რწმენა, არ დაკარგონ იმედი, იყვნენ მომართულები, მას შემდეგ, არ ვიცი, ისევ ცხოვრობ, როგორც ჩვეულებრივი კი არა, დალებითად სვა ვარჯიშთად ვარჯიშობ, როცა საჭიროა რა ვარჯიშით სულ ვარჯიშობ ეხლა ამ ბოლო პერიოდში. როცა საჭიროა სვავ კიდევაც შვილიც გამიჩნდა მის შემდეგ და უბრალოდ სრულფასოვანი ცხოვრებით აბსოლუტურად არანაირი ფსიქოლოგიურად გაგაძლიერა? ძალიან რას ამბობთ, რა ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი ერთხელ, რომ მეთქი მე მგონი ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო რამაც მომხდარა, მეთქი ეს პერიოდი იყო, იმდენად შემცვალა და იმდენად გამაძლიერა, რომ მართლა ესე ვიხსენებ ამ პერიოდს, ძალიან ესეთი მტკიცე ხასიათი გამომაყოლა და დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანს ასეთივე მტკიცე და ძლიერი ხასიათი გამოყვებათ და ისევე წარმატებით დამარცხებენ, ესე თქვა, ყველა იმ დაავადებას, რომელიც ამ ცხოვრებაში სამწუხაროდ არსებობს, როგორც ძალიან მარტივს. ძალიან კარგი სიტყვები იყო და გამამხნევებელი. აი ხა. ძალიან დატვირთული გრაფიკი გექნება, ხო? ოიღრია. ნუ კი. როგორ აბალანსებ ოჯახსა და სამსახურს შორის დროს? ძალიან რთულია, მართლა ძალიან რთულია და თან ახლა ბავშვები ისეთ ასაკში მყავს უფროსები, გოგოები 12-11 წლისები არიან და ეხლა რომ გოგოები არიან რა, ხო ხდებით და უნდათ რომ სადღაც მე წავიყვანო, წამოვიყვანო და ძალიან რთულია, მაგრამ რაღაც პერიოდში ვახერხებ, იმიტომ რომ მათაც დატვირთული გრაფიკი აქვთ. სკოლიდან გამოყვანა, მე ცეკვაზე დადიან, მე სხვადასხვა იმას დადიან და მოგეთ ერთად გვაქვს დატვირთული გრაფიკი და ერთად რაღაცნაირად უმკლავდებით ამ პროცესს. ბოლოში რო გავიდეთ ფეხბურთზე, მინდა რომ გითხო, რატომ დაასრულე კარიერა?
კარიერის დასრულება იყო ძალიან რთული პროცესი ჩემთვის. როდესაც ჩამოვედი საქართველოში, მე დავიწყე მოკლედ აქ ლატვიაში ვთამაშობდი, ლატვიიდან რომ ჩამოვედი საქართველოში, მეუღლე მყავდა უკვე, ერთი შვილი, მეორე შვილი ძალიან სწრაფად წელიწადი და 3 თვეა განსხვავება ჩვენი შვილებს შორის და მე რაღაც საქართველოში მაშინ 2011-12 წლები იყო, ძალიან არეულობა იყო ისედაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ფონზე, ამის ფონზე შიდა ჩემპიონატი თითქმის საერთოდ ფული არ იყო, იმიტომ რომ ხა ხელფასი რო არ იგდება და ფეხბურთელი რო ხელფასოდ არის ძალიან რთულია და მე თითქოს ვიფიქრე რომ რაღაცა პერიოდი საქართველოში გავჩერდები, მეთქი 1-6 თვე, 7 თვე და მე ამის მერე დავიწყებ მეთქი ისევ წავალ სადმე და მე რომ ისე მოხდა რომ მე აქ სამსახური დავიწყე, ფინანსთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა, იმიტომ რომ ოჯახი შემენახა, იქ შვილები, 2 შვილი პატარები მყავდა და ეხლა ძალიან რთული იყო, რომ ეხლა ჩემი ფეხბურთის თამაში როდის გამიმართლებდა და როდის მე ეხლა კიდე ევროპაში დაბრუნდებოდი, მაგას ვეღარ ველოდებოდი, მანამდე ის საფუძველი არ მქონდა ჩაკლი საკუთარ თავს ვუბრალდი პირველ რიგში. იმიტომ რომ იმდენი არ მივარჯიშია, რამდენიც უნდა ივარჯიშოს ფეხბურთელმა და ძალიან დავაკელი საკუთარ თავს. და მე ნუ აი ამის გამო რომ შვილები რაღაცა მე სამსახური დავიწყე ფინანსთა სამინისტროში, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ფინანსთა სამინისტრომ და შემდეგ იყო უკვე ეს კახის არჩევნები, მე ჩავებით პარტიულად, მე უკვე ისე აეწყო სიტუაცია, რომ 180 გრადუსით შეიცვალა ჩემი ცხოვრების გზა და კმაყოფილი ვარ ცხოვრების, მადლობელი ვარ ღმერთის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა იქნება მართლა სწორად მაქვს არჩეული და ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ ჩვენს გუნდთან ერთად. წარმატებებს გისურვებთ. გაიხარე. მადლობა. ბოლოს გვაქვს ესეთი ამბავი, რომ ვალაგებთ ტოპ 5-ს. რადგან ყოფილი ფეხბურთელი ხარ? ქართველ ტოპ 5 ფეხბურთელს თუ ჩამოგვითვლი? ვინც ძველები თუ ახლები? როგორც გესია? ეხა ისეთი ახლები ყავსო ძალიან რთული ის არის, ასარჩევია და ასეს და ისეთ კრიტიკას დავიმსახურებ, იმიტომ რომ ვერავის იმაზე ვერ დავიждები. ხა ერთი 5 წლის წინ რო გეთქვა გავარტყავ. ხო, არ ვიცი, ტოპ 5 ფეხბურთელი ალბათ ნომერ პირველი ვინც გამიგია და ძალიან ძველი კადრები მაქვს ნანახი და ვიცი რომ საქართველოში ის იყო, ესე ვთქვათ, ფეხბურთის პირველი დიდი ფეხბურთელი იყო ბორის პაიჭაძე. პირველი ადგილი ბორის პაიჭაძე. ალბათ ბორის პაიჭაძეს და თან დამსახურებულად ქვია ქვეყნის მთავარ არენას, მე ვფიქრობ ბორის პაიჭაძის სახელი, მე ხა მაგის მის თამაში ნანახი არ მაქვს, მაგრამ რაღაც ფრაგმენტები ძველი ჩანაწერები მაქვს ნანახი. ნანახი მაქვს დავით ყიფიანის თამაში, რომელიც უდაოდ ფასდაუდებელი ფეხბურთელი იყო და პიროვნებაც როგორც ამბობენ და შემდეგ წვნელი. გამოვარჩევდი, ორი ვთქვი უკვე, ხო? ძალიან რთულია. ძალიან რთულია. ნუ მოდი ხა ორს ახლებიდან რო ვთქვათ, ალბათ მამარდაშვილი და კვარაცხელია, იმიტომ რომ ნუ ეხლა ლივერპული რო ყიდულობს ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალიან დიდი ამბავია. იმ რეალობაში, როცა ფეხბურთელი უფრო ახალგაზრდა ასაკშია პიკში თავისი ესე ვთქვათ კარიერის, მაგრამ მეკარე უფრო აი გვიან ასაკში 28-29 წლის და ამ ასაკში უკვე რომ ლივერპული ყიდულობს ღირსი ხარ ნამდვილად რომ ტოპ 5 ქართულ ფეხბურთელში კი არა უფრო მეტსაც იმსახურებს ეს ბიჭი და რა თქმა უნდა კვარაცხელიაზე აღარაფერს აღარ ვამბობ. და დამჭა ერთი? მეხუთე ადგილი გამოდის, ერთი დარჩა. მოდი ალექსანდრე ჩივაძეს ვიტყვი და გეტყვით რატო? იმიტომ რომ ადამიანი რო გახდე კაპიტანი, გუნდის კაპიტანი, უნდა კონდეს განსაკუთრებული პიროვნული თვისებები. ისე მარტო ფეხბურთის თამაშით ვერ გახდები. რაღაცა პიროვნული თვისებები უნდა გიწყობდეს ხელს და ადამიანი რომელიც იყო არა მარტო დინამო თბილისის კაპიტანი, არამედ საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. მე ვფიქრობ, რომ ტოპ 5 შესაყვანი ნამდვილად არის. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ტოპ 5 გამოვიდა, მე ვფიქრობ. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. ჩვენი სტუმარი იყო მადლობა თქვენ. კოტე ზარნაცი. გაიხარეთ.